ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ოცნების წევრები თავს ერთი მეორის მიყოლებით ესხმიან. ოცნება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე ვიზიტმა და მოქალაქეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებამ გააღიზიანა. ფაქტი პაპუაშვილმა კანონმდებლობის დარღვევად შეაფასა. ელინა ვალტონენის მიერ მართველი გუნდის კრიტიკას უტიფრობა უწოდა ოცნების წევრმა ირაკლი კირცხალია. თავად ვალტონენი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც ეუთოსა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობას ადგილზე გაეცნო. რატომ ელოდებისანამ პირადად შენ შეგეხება პრობლემა, როცა შენამდე მოვა უკვე აღარავინ დარჩება ხმის ამომღები, განაცხადა ექსპო ჯორჯიას დირექტორმა რესან ქიქავამ BMG-ს ჟურნალისტის კითხვაზე. რატომ დუმს ბიზნესი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით? იმ გადასახადებს, რასაც იხდი, თუ არ მიჰყვება არანაირი მოთხოვნა სახელმწიფოსთან, რატომ ფიქრობ, რომ ვიღაც რაღაცას გააკეთებს შენს ნაცვლად, ამბობს ბიზნესმენი. საქართველოში პური გაძვირდა, ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. მიზეზად ფქვილის გაძვირება და მუშახელის ხელფასის ზრდა სახელდება. BMG წერს, რომ ფასის შესახებ ცვლილებებს მაღაზიებში და მსხვილ წარმოებაშიც ადასტურებენ. მტკვარში 35 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. კაცს 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის თბილისში სავარაუდოდ მდინარის დინებამ გაიტაცა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.